მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთის საკვირაო სკოლაში და დღეს ჩემი სტუმარია ნანა ამისულაშვილი, რომელიც არის ადვოკატი და დღეს მინდა რომ რაღაცა ისეთი სიახლის შესახებ გესაუბროთ, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ჩემს მაყურებლებში ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან აწუხებთ ის ამბები, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ტოტალური კრიზისი არის დღეს ქვეყანაში და ალბათ თითოეული ადამიანი თავის თავს მაინც დაუსვამდა კითხვას, რომ რა შეიძლება ასეთ სიტუაციაში გაკეთდეს, რა შეიძლება რომ ასეთ ვითარებაში ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გააკეთოს, ან თუნდაც ადამიანთა ჯგუფმა. მოკლედ აი ასეთ ფიქრებში როცა ვიყავი, ჩემთან სრულიად მოულოდნელად გადავაწყდი ჯგუფს, რომელიც ზუსტად ჩემნაირად ფიქრობდა და ნაფიქრი აქვთ, რომ დაარსონ საზოგადოებრივი ასამბლეა, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო პლატფორმას, აი მოძრაობასაც არ დავარქმევთ, სამოქალაქო პლატფორმას, რომელსაც უნდა რომ ერთნაირად მოფიქრალი და ერთნაირად მოასწროვნე ერთი პრობლემის. ერთნაირად უნებრივია ხა ადამიანები, ორი ადამიანი აბსოლუტურად ერთნაირად ვერ ფიქრობს, მაგრამ აი ამ მოცემული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავლის ძიების პროცესზე დაფიქრებულ ადამიანებს აერთიანებს. რა არის ამ საზოგადოებრივი ასამბლეის შექმნის მიზანი და მოტივი? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც აი ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრება რაღაცა დამოუკიდებლობის მერე 70 წლის მანძილზე რაღაცა ფორმით სპირალურად ვითარდება, თითქოს ყველა ხელისუფლებები აბსოლუტურად ერთნაირად ავტორიტარიზმით ამთავრებს. და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, რა ვიცი, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი თუ ნელსონ მანდელა, ერთი და იგივე რამე ემართებათ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ფაქტობრივად რაღაც ქრესტომატიული სიზუსტით მეორდება აი ეს ავტორიტარიზმად ქცევის პროცესი ამ ჩვენს ქვეყანაში. რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს? ხო, ბუნებრივია ძალიან შორს წასვლა არ გვჭირდება, გვაქვს არასწორად მოწყობილი სოციალური სისტემები და არასწორად მოწყობილი კანონმდებლობა. და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში და არსებობს კიდეც ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ამაზე იფიქრონ და ჩვენ მუდმივად ერთი და იგივე წრეზე რო არ ვიტრიალოთ, აუცილებელი არის რომ ამ ადამიანებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და რაღაცა ცვლილებების ნაკადი შემოიტანონ დღევანდელ ვითარებაში. ოღონდ ეს ალბათ მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვა, ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალი ხელისუფლების პირობებში უპირველესად არის საჭირო ის ცვლილებები, რასაც ახლა დღეს გვინდა რომ ვილაპარაკოთ. თუმცა შეიძლება ახლა დღეს ცოტა სასაცილოდ და გულუბრყვილობადაც მოგეჩვენოთ, რომ დღევანდელ მოცემულობაში, როცა ვსაუბრობთ იმაზე, ახალმა ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, აი იგივე პლატფორმა მუშაობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამ ხელახალ არჩევნებს და როგორ შეიძლება პოლიტპატიმრების დახსნა, ანუ რაღაცა წვლილი შეიტანოს აი ამ პოლიტპატიმრების ციხიდან დახსნის პროცესში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, აი რომ დღეს გამოცხადდეს ხელახალი არჩევნები, მგონია რომ დღეს ქვეყანა მაგისთვის საკანონმდებლო ბაზა მაგისთვის მზად არ არის, ამასაც ჭირდება ერთგვარი მომზადება და კრიტიკულ სიტუაციაში, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით, მაშინ რო არ მოუწიოს ამ ყველაფერს ერთბაშად გაკეთება, საჭირო არის წინასწარ იზრუნოს საზოგადოებამ ამის შესახებ. და რაც ყველაზე მეტად მომწონს, აქ აი ამ საზოგადოებრივი ასამბლეა, რომელიც რაღაცა ასეთ გამოდის, რომ რაღაცა ძალიან დიდ მისიას იღებს თავის თავზე,
ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტია, არც პოლიტიკურ პარტიად გადაქცევა ემუქრება, ეს არის საზოგადოების ხმა. დღეს არის ტოტალური კრიზისი ყველა მიმართულებით და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ და ზოგადადაც უნდა ითქვას რა, ავტორიტარიზმის პირობებში ყოველთვის პოლიტიკური პარტიების ავტორიტეტები ეცემა, მით უმეტეს, როდესაც ამაზე მიზანმიმართულად მუშაობენ და ამაში ძალიან დიდი თანხები იდება. ამიტომ დღეს საჭირო არის, რომ ჩვენ ამ პოლიტიკურ პროცესებს დავეხმაროთ. და სწორედ ამისთვის ხართ ნანა ცოტა ხანგრძლივი შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ მგონი რომ რაღაცერად აი ესე კონცეპტუალურ დონეზე და მიზნების დონეზე მგონი რომ სწორად წარმოვადგინე, ხო? საზოგადოებრივი ანსამბლის შექმნის იდეის აუცილებლობა. ნანა გახლავთ საზოგადოებრივი ანსამბლის საინიციატივო ჯგუფის წევრი და დღეს მოგვიყვება ამაზე თუ რა მისია აქვს ამას და აი ეხლა მე რაც გამორჩა იქნებ რამენაირად შევავსოთ, ხო, რომ წარმოქმნა შეიქმნას ადამიანებს ძალიან ბევრი მეკითხება, იმიტომ რომ როცა გავიგე ამის შესახებ, აი პირდაპირ ისე ვარ რაღაცა იდეით ვარ ახტაცებული და ჩემს გარშემო ყველასთან ვსაუბრობ ამ ანსამბლეის არსებობის შესახებ და აი რა არის ისეთი რაც გამომჩა და რა არის ისეთი რის გამოც ადამიანებს უნდა მოუნდეთ რომ აი ამ ჩვენს ამ წამოწყებაში ჩაერთონ. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ქალაქში სტუმრობა, ბათუმში სტუმრობა და მიხარია რომ ყოველთვის საინტერესო ადამიანებს ხვდები და მეგძლევა შესაძლებლობა ვისაუბრო დღეს მაგალითად ამ თემაზე. დავიწყებთ თქვენ რაც ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ხმა. ჩვენი ხმა, ადამიანების ხმა, მოქალაქეების ხმა, რომ იყოს მაღალი. რა უნდა გავაკეთოთ? თუ შევაერთოთ, ხო, ხმები. ერთი ხმა არის სუსტი, ბევრი ხმა ძლიერი. და ხმასთან დაკავშირებულია კიდე ჩვენი ქართული იდენტობა და მართლაც გამორჩეულობა, პოლიფონიურობა, ხო? ანუ სხვადასხვანაირი ხმებია, მაგრამ ერთმანეთს არ უშლიან. ანუ ჩვენ განსხვავებული ვართ, მაგრამ ერთმანეთს არ უშლით და ერთად არის ძლიერი და ლამაზი ხმა, რასაც ჩვენი ქართული სიმღერა და პოლიფონიურობა ჰქვია. სწორედ აი ეს შეიძლება აი ცოტათი ისეთ მხატვრულ ჩარჩოში რომ მოვაქციოთ საზოგადოებრივი ასამბლეა, შეგვიძლია აი ამითი დავიწყოთ. ეხლა მივყვეთ რას წარმოადგენს. თქვენ ახსენეთ ძალიან მართებულად, რომ ეს არის საზოგადოებრივი პლატფორმა, არ არის მოძრაობა, არ არის პოლიტიკური პარტია, არ არის ალტერნატიული პარლამენტი ან ალტერნატიული ჩრდილოვანი მთავრობა და ეს არის დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური სივრცე ინტერეს ჯგუფების და ერთმანეთთვის საინტერესო ადამიანების კოორდინაციისთვის. ანუ რო წარმოვიდგინოთ, ახალს არაფერს არ ვქმნით. ეს ადამიანები, ეს ჯგუფები არსებობენ, მუშაობენ, აქტივობაში არიან ჩართული დღევანდელ სიტუაციაში, უბრალოდ გვინდა რომ კოორდინაცია გაკეთდეს და უფრო ერთმანეთს დაუკავშირდნენ და მეტად გააძლიერონ ერთმანეთი და რისთვის, ხო? ჩვენი საბოლოო მიზანია რომ შეიქმნას ძლიერი ხმა, ანუ საზოგადოებრივი ზეწოლის მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ აქტორებზე მოახდენს გავლენას. და რატო? თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ წრეზე ვტრიალებთ მუდმივად. მთელი 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე წერტილზე მივდივართ, როდესაც გამოვდივართ ქუჩებში და უკვე ასე ვაპროტესტებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ მეგობრების გარკვეული ჯგუფი ზაფხულშივე ეს იდეა მუდმივად იყო, რომ რაღაც საზოგადოება უნდა გააქტიურდეს. ჩვენ ყავს პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ყავს სამოქალაქო საზოგადოება NGO-ების სახით, მაგრამ თვითონ მოქალაქეები სად არიან, ხო? ამ სცენაზე არასოდეს არ ყოფილან, როგორც ერთი ძლიერი აქტორი, ხო? მოქალაქეები, ანუ საზოგადოება. და ამაზე ვსაუბრობდით, ამაზე ბევრი წელია საუბრობს და სხვადასხვა ადამიანები და უკვე
გაზაფხულის მოვლენების შემდეგ აქტიურად დავიწყეთ სამეგობროში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, უბრალოდ მოქალაქეებმა საუბარი იმაზე, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ, როცა და სად არის მანკიერება, სად არის ძაღლისთავი დამარხული, ხო? ეს არის უპირველესად ის სისტემა, რაც არსებობს ქართული კონსტიტუციით, რაც არის გამყარებული, შექმნილი და გამყარებული, რომელიც აძლევს საშუალებას ნებისმიერ პარტიას, თუნდაც ნელსონ მანდელა იყოს ამ პარტიის სათავეში, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია. სწორედ ამ იდეიდან წამოვიდა ის საჭიროება, რომ რაღაცნაირად უნდა გაერთიანდეს საზოგადოება. ამაზე ბევრჯერ თქმულა, ბევრჯერ ყოფილა წამოწყებული ინიციატივა და საბოლოოდ მინდა იქამდე მივიდა, რითი განსხვავდება ჩვენი ინიციატივა, ხო? მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ ეს არის დეცენტრალიზებული პლატფორმა თვითორგანიზებული ჯგუფებისთვის. თვითორგანიზება რას ნიშნავს? ეხლა პირველი ნიშანი, თვითორგანიზებული ჯგუფები, ინტერეს ჯგუფები, რომლებიც თვითონვე იღებენ საქმის გაკეთებას, არავინ არ ავალებს. თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე თვითონ აკეთებენ, თვითონ გროვდებიან კონკრეტული ინტერესის გარშემო, რომ გააკეთონ საქმე. შემდგომი ნიშანი, ასე ვთქვათ, განმასხვავებელი, რაც აქვს ამ პლატფორმას, არის მოხალისეობრივი. არავინ ხშირად ისმის კითხვა, ვინ დგას თქვენს უკან. წეგად ვახსენე, უბრალოდ მოქალაქეები ვართ, რაღაც ჯგუფი, რომლებმაც დავიწყეთ ფიქრი გარკვეულ საკითხებზე, არავინ არ დგას, არავინ არ აფინანსებს ამას, იმიტომ რომ ეს ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ პლატფორმაზე, ხო? თვითონ დაორგანიზდებიან და თვითონ გადაწყვეტენ ამ საკითხს, როგორ თუ კი ფინანსური საკითხი იქნება გადასაჭრელი, ამას როგორ გადაჭრიან. ანუ მეორე განმასხვავებელი ნიშანი, რომ მოხალისეობრივია. მესამე არის ეს ამისი მესამე განმასხვავებელი ნიშანი, ეს არის არა გააჩნია ვერტიკალი. წეგან ვახსენეთ, მაგრამ იმიტომ რატო ეს ჯგუფები რო ორგანიზდებიან, იღებენ გადაწყვეტილებას, თვითონ თანხდებიან თავიანთ ჯგუფში, რა წესები ექნებათ, რაზე იმუშავებენ, რა პრინციპით მიიღებენ რაღაცა მოდელებზე გადაწყვეტილებებს და მხოლოდ განსაკუთრებული საკითხები თანხდება მთლიან პლატფორმაზე. მოდით ახლა ვთქვათ, რა საკითხებზე შეიძლება რომ ისაუბრონ, ხო? ამ საზოგადოებრივი ასამბლეის პირობებში. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ძირითადი საკითხები, რაც დღეს არის ყველაზე აქტუალური საკანონმდებლო თვალსაზრისით, ხო? ანუ როგორი კონსტიტუცია უნდა გქონდეს, როგორი საარჩევნო სისტემა უნდა გქონდეს, როგორი განათლების სისტემა უნდა გქონდეს, აი ჩემთვის ეს ყველაზე მეტად აქტუალური, აი ყველაზე მტკივნეული პროცესია, კერდა საკითხია, იმიტომ რომ ფაქტობრივად თუ კი სადმე კეთდება პოლიტიკა და თუ კი სადმე არის პოლიტიკის ადგილი, ეს არის განათლების სივრცე, იმიტომ რომ განათლების სისტემა ეს არის პირდაპირ პოლიტიკის შემომქმედი და ეს ფაქტი, რომ აი ხშირად გამიგონია მასწავლებლების განმეორებისგან აპოლიტიკო ვერ იქნება მასწავლებელი აპოლიტიკური, ვერ იქნება სკოლა და უნივერსიტეტი აპოლიტიკური. შეიძლება რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი არ იყო, მაგრამ აპოლიტიკური ვერ იქნები, როცა საზოგადოებაში ცხოვრობ, იქ აპოლიტიკური ვერ იქნები, ხო? ამიტომ ეს ადამიანები, ვინც არიან, შეიძლება აქ იყოს, თქვათ, ხელოვანების გაერთიანება, ხო? შეიძლება იყოს კულტურის სხვადასხვა დარგიდან იყოს გაერთიანებული, შეიძლება იყოს ადვოკატი, ანუ შეიძლება იყოს პროფესიული გაერთიანებების ერთიანობა, ოღონდ არ ეგონოს ადამიანებს, პროფკავშირები აქ არ იგულისხმება ამაში. ანუ პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ადამიანები და გარდა ამისა პარალელურად შეიძლება რეგიონული ნიშნით გაერთიანდეს ადამიანები და ეს ორი პროცესი ერთმანეთს ხელს არ უშლის, ხო? და ეს ადამიანები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს, თუ როგორი თამაშის წესები უნდა იყოს ამა თუ იმ სფეროში. ხო სწორად საუბრობ, ხო ამ მიმართულებით. დიახ, აი ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და რა ტიპის ჯგუფები, რის გარშემო შეიძლება დაორგანიზდნენ ჯგუფები, ხო? მე წეგან აღვნიშნე, რომ არაფერს განსაკუთრებულს ჩვენ არ ვიგონებთ, ეს ჯგუფები არსებობს უკვე, ხო? ჩვენ ვნახეთ მაგალითად მარშების მთელი კასკადი. ყველა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში და ეს იყო პროფესიული ნიშნით ორგანიზებული.
მერე წამოვიდა უკვე სხვადასხვა ნიშნით, კუთხური ნიშნით ორგანიზებული, რაღაც ინტერესის გარშემო ორგანიზებული მთის მოყვარულთა მარში და სხვადასხვა საკითხის გარშემო იყო, ხო, ორგანიზებული. ანუ ეს ბუნებრივად ხდება. ეს მოითხოვა საზოგადოებამ, რომ ერთნაირი ინტერესების ადამიანები დაჯგუფდნენ და ერთმანეთს გაუზიარონ აზრები, მოისმინონ და რაღაცა საერთო ინტერესზე ისაუბრონ ამ დღევანდელი მოცემულობის სიტუაციის ჭრილში, ხო? შესაბამისად, ეს არ არის მარტო პროფესიული კუთხით, ნებისმიერი ინტერესის გარშემო შექმნილი ჯგუფი შეიძლება იყოს მონაწილე და ყავდეს წარმომადგენელი ასამბლეაში. და რაც გვაერთიანებს ერთადერთი, მე წეგან პოლიფონია, იმიტომ ვახსენე, რომ ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი შეიძლება იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, გვაქვს არის ღერძი. ჩვენ არ ვერთიანდებით ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის გარშემო, არამედ იდეის გარშემო და ჩვენი იდეა არის განხორციელებული და განსხეულებული მემორანდუმში, სადაც გვაქვს დათქმა, რომ რა პირობები, რას უნდა ეთანხმებოდეს ასამბლეაში მონაწილე პირი და ეს არის სამი მოთხოვნა. პირველი არის ახალი არჩევნები, მეორე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მესამე ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი კიდე? ჩვენ გვაქვს თუ არა გამოცდილება ასეთი ტიპის თვითორგანიზებული საზოგადოებრივი ჯგუფების თანამშრომლობის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რა გამოცდილებაზე ეფუძნება და რა მემკვიდრეობას აგრძელებს საზოგადოებრივი ასამბლეა. ეს არის 1917 წლის ეროვნული ყრილობა. მას მერე რაც საქართველოს აღმოჩნდა იმპერიის დაშლის, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში ქარტეხილებში, პოლიტიკური პარტიები მივიდნენ მაშინ გადაწყვეტილებამდე, რომ დაეხმარებინათ საზოგადოებრივი ჯგუფები და რომ ნახოთ აი ეროვნული ყრილობის მონაწილეთა სია, ხო? იქ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფის წარმომადგენლები არიან, ვაჭრები არიან, სამხედროები არიან და ასე შემდეგ. ანუ ისტორიული ანალოგია გვაქვს. კი ბატონო, ისტორიული ანალოგია რომ გვაქვს და ეს მემკვიდრეობა რომ გვაქვს, სწორედ აქედან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ ეს ყველაზე კარგი ფორმა იქნება, რომ საზოგადოებრივი ჯგუფებმა გააძლიერონ ერთობლივი მოქმედება და პოლიტიკური პარტიები ეროვნულ ყრილობაზე იყო უმცირესობა, 1/5 თითქმის საკმაოდ მცირე და სწორედ ამ მოდელს ვიმეორებთ, რომ ამ პლატფორმაზე პოლიტიკურ პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობის, მაგრამ იქნებიან უმცირესობა. პოლიტიკური პარტიებისთვის არის შეზღუდული რაოდენობა და ეხლა რა თქმა უნდა ესე დეტალებში არ ჩავალ, თუმცა არის ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და ნებისმიერს ასევე ჩვენთანაც შეუძლიათ ეს იგივე ინფორმაცია მიიღონ. რომელი პარტია როგორ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, მაგრამ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ღიაა და არც და შემოერთებას და გაფართოება მუდმივია. ანუ არ არის რომ დღეს თქვა პოლიტიკურ პარტიებს აქვს კვოტები. კონკრეტული შეზღუდული კვოტები აქვს. ეს რატოა მნიშვნელოვანი, ხო? ჩვენ თუ არ ვიქონიეთ ურთიერთობა ერთმანეთთან, საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ნებისმიერმა და სხვა წევრებმა საზოგადოების ვერ ავაშენებთ მომავალს, ხო? ანუ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ანუ ამან რაღაც გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეს. კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ. როგორი სახელმწიფო გვინდა? ამაში უნდა ჩვენი ხმა უფრო ძლიერად ჭრეს. საზოგადოების მეორე მომენტიც არის, იცით, აქ აი როცა ფიქრობდი ამ ანსამბლეის თვითონ მუშაობის სქემაზე, ხო? შეიძლება გაგახსენდეს ამერიკის აი დამფუძნებელი მამების ნაწერები, აი იქ არის ჰამილტონის და ჯეფერსონის ტექსტები და იქ არის რამდენიმე სტატია არის მარტო იმის განმარტებაზე,
თუ როგორი უნდა იყოს და საერთოდ რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ინსტიტუტი ხო ფაქტობრივად არ არსებობდა, გამოიგონეს ხო თავის დროზე ამერიკელებმა და ძალიან ბევრი აქვს ამაზე ნაფიქრი. აი ჩვენ რო გგონია რომ თითქოს აი ესე თავისთავად მოხდა ქვეყნის მშენებლობა ასე არ მოხდა რა. თავის დროზე ამერიკელებმა ევროპული გამოცდილება წაიღეს აი ფრანგი განმანათლებლების ტექსტებზე მონტესკიეს ტექსტებზე დააფუძნეს ლუკის კონცეფციებზე დააფუძნეს რაღაცა შეჯერება გააკეთეს ამ თეორიების და ამაზე დააფუძნეს ის კონსტიტუცია და ის სისტემა რომელმაც საბოლოოდ სუპერსახელმწიფო შექმნა ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ თამაშის და კანონმდებლობის რა წესებს ავიღებთ ჩვენ იმთავითვე და ფაქტია რომ უნდა დავწმუნდეთ კი არა და უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ისეთი თამაშის წესების შემოღება რომელიც ნორმალურ საზოგადოებას მოგცემს ხო და მუდმივად ერთი და იგივე ვითარებაში არ ვიქნებით და ამაში არის აუცილებელი ჩართვა ნებისმიერი მოქალაქის, ვისაც სურვილი აქვს, რომ რაღაცა დონეზე ჩაერთოს. და მე როგორც ვიცი, 100-კაციანი ჯგუფები არის, ხო? ანუ 100-კაციანი შეიძლება მეტკაციანიც იყოს, მაგრამ 100-კაციანი ჯგუფი იძლევა ერთი ხმის შესაძლებლობას საზოგადოებრივ ასამბლეაში გადაწყვეტილების მიღების დროს. ხო? აი აქაც ძალიან საინტერესო ისეთი ის არის სამართლებრივი სისტემა არის ძალიან საინტერესო, რომ შეუძლია ბევრი ადამიანი იყოს მონაწილე, მაგრამ ხმა არის ერთი, ხო? აბა თუ იმ ინტერეს ჯგუფების წარმომადგენელი ერთი ხმის მატარებელი არის 100 კაციდან, ხო? აი ამისი ჩაშლა თუ შეიძლება ისე რომ აი უფრო გასაგები გახდეს ჩვენი მაყურებლისთვის, რომ როგორ ორგანიზდება ეს. ესე იგი ორი ისა გვაქვს, ხო? ორი დარბაზი, ერთი არის საზოგადოებრივი და მეორე რეგიონალური, ხო. საზოგადოებრივი ნიშნავს, რომ აი ეს დარგობრივი ინტერეს ჯგუფების გაერთიანება ხდება, ხო? რეგიონალური ნიშნავს რაღაცა ტერიტორიული ნიშნით მოეწყობა. სხვათა შორის 1917 წელსაც იგივე პრინციპი. არა, ფიქრობდნენ, ანუ იმ დროსაც იყო ეს თვითონ უნდა ორპალატიანი ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ აღარ გადაწყდა და ჩვენ რატო ვაკეთებთ ამას, ხო? რომ რეგიონებიც სრულყოფილად ჩაერთოს და არა როგორც ცენტრის ნაწილი. მოდი იქიდან დავიწყოთ, თბილისის რეგიონია. ცალკე აღებული თბილისის რეგიონია და რეგიონის ხმა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა თავად რეგიონში მცხოვრები და რეგიონის აქტორების მიერ უნდა იყოს განხილული, ხო? და საით მივდივართ ახლა ჩვენ თქვით რომ ახლა დამფუძნებელი მამები კარგად იყო ნახსენები, თუმცა ჩვენ არაფერს არ ვაფუძნებთ დღეს 1917 წელს დააფუძნეს რესპუბლიკა, ხო? და ჩვენ იმაზე არა, ისინი გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ქმნიდნენ, გარდა ამისა, ზუსტად თეორიულ წინაპირობებს ქმნიდნენ და ჩვენ ამ შემთხვევაში ვიქნებით სახელმწიფო დღეს გვაქვს, მაგრამ შეთანხმება არ გვაქვს. აი ზუსტად თქვენ რაც ახსენეთ, რომ შეთანხმება საზოგადოებასა და პოლიტიკურ აქტორებს შორის როგორ უნდა, რა წესებით უნდა ვიმუშაოთ, რა წესებით უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, ხო? და შესაბამისად, აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ რეგიონმა თვითონ გადაწყვიტოს რა წესები და პირობები სჭირდება მას. და ეს ჩვენ ვიცით, როგორი რთული და ძალიან დიდი გამოწვევაა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონებისთვის, რადგან მათ არ აქვთ მინიმალური დამოუკიდებლობაც კი და ყველაზე მთავარი რა არის ბიუჯეტიც, გადაწყვეტილებებიც და ეს წარმოუდგენიათ რომ ეს უნდა კონტენტი. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის რომ არა. კი ბატონო, აი აბსოლუტურად გეთანხმებით, ანუ ადამიანს რეგიონში ვერც წარმოუდგენია რომ თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს ამ თავისი სოფლის ბიუჯეტით გზა გააკეთოს თუ რაღაც მონუმენტი დადგას
რამე შენობა აშენოს სოფლისთვის, თუ ტრაქტორი შეიძინოს, რომელიც მიწათმოქმედებაში დაეხმარება. ესეთი რაღაც წარმოუდგენელია და ჩვენ არც უნდა ვამონათებდეთ ესეთ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება რაღაც ფინანსურად იმდენად დამოკიდებული არიან ცენტრზე, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ დღევანდელ მოცემულობაში, იმიტომ რომ სისტემა არ აძლევს ამის საშუალებას, ხო? და შესაბამისად, აი ჩვენ ისე ასამბლეას რო დაუბრუნდეთ, აქ რა გვაქვს, ხო? სამი მიზანი, რაც არის მემორანდუმში გაჟღერებული, ეს არის ორი მოკლევადიანი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ერთიც არის გრძელვადიანი ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება. ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა სფეროში შეთანხმებას მივახციოთ, რომ როგორი სისტემა იქნება ჯერ ცენტრალური და მერე თითოეული მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა რეგიონებსაც ეხება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კონსტიტუცია რატო უზრუნველყოფს უზურპაციას, ხო? ხელისუფლების ძალაუფლების უზურპაციას. იმიტომ რომ არ არის სწორად დაყოფილი ძალაუფლება. გარდა იმისა, რომ ცენტრში უნდა იყოს სწორად გადანაწილებული, ხო? შტოები. ასევე უნდა იყოს დეცენტრალიზაცია, ჰორიზონტალურადაც გადანაწილებული და შესაბამისად, ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ ეს პლატფორმამ ხელი უნდა შეუწყოს თვითონ საქმის კეთებას, ხო? საკუთარი ხელებით ასე ვთქვათ საქმის კეთებას და ეს შეეჩვიოს და კულტურაც დანერგოს. აი ამ კულტურას ვეძებდით ჩვენი ისტორიის განმავლობაში. სად გვაქვს ის კულტურა, რომ ჩვენ თვითონ ვიწყებთ, იდეას ჩვენ ვაყენებთ, ჩვენ თვითონ ხელს ვკიდებთ და ჩვენ თვითონ ვაკეთებთ საქმეს და ვასრულებთ თანმიმდევრულად, ხო? აი ეს კულტურიდან დიდი ხანი ამოვარდა. ყოველთვის ვიღაც იღებს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას, ვიღაცაზე ვართ დამოკიდებული. და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი პალატა, ამიტომ უნდა იყოს გამიჯნული. ამ ეტაპზე რეგიონული პალატები ოდნავ მერე დაიწყება შექმნა, როცა მოძლიერდება სიტუაცია, ანუ უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება, მეტად ჩაერთვებიან და ინტერესდებიან რეგიონში, თუმცა რეგიონის წარმომადგენლებს ეხლა საზოგადოებრივ დარბაზში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება პირველ ეტაპზე. ეხლა 100 კაციან ჯგუფებს რაც შეეხება სტრუქტურას რომ მიუყვეთ და მარტივად აუხსნათ მაყურებელს, რატომ 100 კაციან ჯგუფები და რატომ მაინც რაღაც ოდენობა, ხო? ჩვენ ერთი წუთიდან სანამ მაგაზე გადავალთ, ის ძალიან მომეწონა და მენიშნა თქვენ რაც თქვით, რომ აი აქ არის რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ ზოგადად, რომ რეფორმები წყდება სადღაც ზემოთ კაბინეტებში, ვიღაც დაჯდება რაღაცა ჯგუფი გადაწყვეტს და მერე ხდება ამისი განხორციელება. ამ საზოგადოებრივი ანსამბლეის მთელი ფილოსოფია ეგ არის, რომ თვითონ ქვემოდან იწყება, აი ქვემოდან ამოსვლილი ნამდვილი ავთენტური პრობლემა, ის პრობლემა, რომელსაც ადამიანების ნერვზე გაუვლია და ის რაც ყველაზე მეტად გაწუხებს ამ პრობლემის იდენტიფიცირების და მისი მოგვარების გზას თვითონ საზოგადოება აკეთებს, ხო? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ცვლილებები არა ზემოდან ქვემოთ, არამედ საზოგადოებიდან წამოსული. თუმცა მოდი ვთქვათ ასე, ძალიან რთული და საორგანიზებელი არის ესა. აი მე ხანდახან რომ გადავხედავ ხო საინიციატივო ჯგუფის მუშაობას, აი ჯერ აღფრთოვანებული ვარ ამ ენერგიით, ამ ენთუზიაზმით და აი მართლა რთული და საორგანიზებელია. აი როგორ ახერხებთ ამის გაკეთებას და რა ხდება ის ცოტა შიდა სამზარეულოსაც რომ ვილაპარაკოთ რა. კი ბატონო, აი შიდა სამზარეულოზე ლაპარაკს ისევ 100 კაციან ჯგუფებით დავიწყებთ, რომ თან განმარტოთ და თან რატო წევთ ამ ხელა სამუშაოს, რომ ეს იყოს ესეთი ჯგუფების წარმომადგენლობა. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ რამდენიმე ადამიანი 50, 100 თუნდაც 200 უბრალოდ შევთანხმდებით და გავერთიანდებით, ჩვენ წონა არ გვაქვს. არავის არ წარმოვადგენთ, ჩვენ თავს წარმოვადგენთ, ხო? და იმისთვის რომ პლატფორმას კონდეს წონა, უნდა იყოს წარმომადგენლობითი. ადამიანები უბრალოდ ასე ვთქვათ, მხარს უჭერენ ეს 100 კაცი ირჩევს თავის ხმას ასამბლეაში, ვინ უნდა წარმოადგინოს ხმა. ეს შეიძლება სტრუქტურულად ეს შეიძლება აი მაგალითად თქვათ ადვოკატები გაერთიადნენ და ყავთ 100 კაცი ადვოკატების, ხო? ისინი ირჩევენ
თავით წარმომადგენელს ასამბლეაში, ვინც მათი ინტერესების გამჟღერებელი იქნება. ან პირიქითაც შეიძლება იყოს აქტიური ადამიანი, რომელიც გარშემო შემოიკრებს და მოუწოდებს, რომ მე მხარი დამიჭირეთ ამ თემაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვიქნები წარმომადგენელი. მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ წარმომადგენელი ერთი ხმა შეიძლება იყოს 1, 2 ან 3 კაციც წარმოდგენილი, რომ უფრო აქტიურ და ამბიციურ ადამიანებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ თქვათ ერთი ხმის ფარგლებში გაერთიანდნენ და ოღონდ სამივე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს მე იმ ერთი ხმის გაჟღერება. ამიტომ ეს აუცილებელი პროცესია. რთულია, საკმაოდ რთულია მუშაობა, იმიტომ რომ ხომ აღნიშნეთ მოხალისეობრივია, თვითორგანიზებული, ეს ცოტათი უცხოა ჩვენი კულტურისთვის, რომ ესეთი დეცენტრალიზებულ სივრცეში მოქმედება თვით ინიციატივით, ხო? შესაბამისად ჯერჯერობით გვიწევს ბევრი მუშაობა რაში მდგომარეობს ჩვენი გარდა იმისა რომ სტრუქტურას ვხედავთ და ვემზადებით ასამბლეის დაფუძნებისთვის ჩვენ გქონდა საინიციატივო ჯგუფის 2 შეხვედრა ერთი იყო 25 დეკემბერს როდესაც ოფიციალურად გავაჟღერეთ რომ ვაპირებთ დაფუძნებას და ერთი ეხლახანს იყო და ძალიან დიდი სამუშაო თუმცა ამასობაში უამრავი ხალხი შემოვიკრიბეთ გარშემო და ის ადამიანები უკვე თვითონ მუშაობენ თავიანთი ინტერეს ჯგუფის შემოკრებაზე და გაძლიერებაზე და ეს სამუშაო რა თქმა უნდა რთულია გეთანხმებით საკმაოდ რთულია იმიტომ რომ მუდმივად კომუნიკაცია გიწევს და მუდმივად თავიდან ცოტა გვიჭირდა თავიდან უფრო რთულად ხსნიდით მე ჩვენ თვითონაც მივხვდით უფრო მარტივი ფორმა როგორ შეიძლება იყოს ადამიანებს მაგალითად უჭირთ დაშვება რომ დროის გამოყოფა და რაღაც ჩართულობა რამდენად შეუძლიათ, ხო? ნებისმიერ. ხო, აი გონია, რომ იმდენად დროს ითხოვს. რომ რა დროს მოითხოვს და რა პასუხისგებლობა დაეკისრება. აი ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. თუ კი მიიღებს აი ამ ასკაციან ინტერეს ჯგუფში მონაწილეობას, ხო, გაერთიანება. როგორ არის ეს? იმდენად მოქნილია და ესე იგი არჩევანიც ასე ვთქვათ ჩართულობის და მონაწილეობის არის ძალიან მრავალფეროვანი. თვეში 1 საათიდან დაწყებული ნებისმიერი დრო შეიძლება სოციალური ქსელებიც იძლევა ამის საშუალებას. თანამედროვე კომუნიკაცია. იქნება ციფრულადაც იქნება ნაწილობრივ. ანუ თუ კი ასკაციან ჯგუფში უჭერ მხარს რომელიმე კონკრეტულ შენთვის სასურველ წარმომადგენელს რომ ის იყოს ასამბლეაში წარმოდგენილი შენ შეგიძლია მინიმალური აქტივობით იყო ჩართული უბრალოდ მოიკითხო ან დაინტერესდე თუ დაგაინტერესებს რა მიღებული ინფორმაცია ან წარმომადგენელი რა ინფორმაციასაც მიაწოდებს თავის ჯგუფს ან თუ მსჯელობა საჭირო რაღაც საკითხის გადაწყვეტა მიიღო მონაწილეობა ან არ მიიღო მონაწილეობა ძირითადი სამუშაო მიდის ასამბლეაში რა თქმა უნდა ის წარმომადგენელი თავის ჯგუფს უბრუნდება პერიოდულად გარკვეულ ანგარიშს წარუდგენს ეს მოხდა რა პროცესები მიდის მაგრამ ამ ჯგუფშიც რამდენადაც შეუძლიათ იმდენად შეიძლება იყვნენ დაკავებული და პასუხისგებლობა როგორც ასეთი რომ რაღაც სამუშაო აიღეს და უნდა გააკეთონ ესეთი თითქმის არ არსებობს მის ნებაზე რამდენ დროსაც დაუთმობს და რასაც აიღებს პასუხისგებლობას ის იქნება მისი ტვირთი ასე ვთქვათ ამიტომ ამას უხსნით ადამიანებს რომ არ არის ეს მაინც თუ არ არის აქტიური არ არის აუცილებელი რომ ყოველდღიურად რაღაცა კომუნიკაცია მას რომ ეყოლება წარმომადგენელი ასამბლეაში ის წარმომადგენელი განახორციელებს საქმიანობას, ანუ სამუშაოს ის გაუძღვება, მისი ნების განხორციელებას არ აკეთებს, ანუ ამას ასე კაცის მხრიდან. არამედ თავისი ამ ინტერეს სფეროში მოღვაწეობს, თუმცა რა თქმა უნდა ის წარმომადგენელი არის გარკვეულწილად პასუხისგებელი თავისი ჯგუფის წინაშე, რომ წარუდგინოს სამუშაო და გააცნოს და მიიღოს კიდევაც შესაბამისი უკავშირი თავისი ჯგუფიდან თორე იმ ჯგუფში, იმ ასკაციან ჯგუფში ყველა თვითონ ირჩევს როგორი აქტიური იქნება. ასევე
ამ ფორმით კომპლექტდება ასამბლეა და ეს არის მუდმივად გაფართოებადი. აი, როდესაც დაფუძნდება და ვარაუდობთ თებერვლის დასაწყისში, ასამბლეა ოფიციალურად რომ დაფუძნდება და ეს არ არის რაიმე რეგისტრაციის ან სამართლებრივი ფორმა. ეს იქნება ღონისძიება. არა, სამართლებრივი ფორმა არ გააჩნია, ესეც მნიშვნელოვანია და ეს იქნება ღონისძიება, რომ სადაც წარმომადგენლები უკვე ამ ინტერეს ჯგუფების იქნებიან შეკრებილი, თუმცა შემდგომაც შეიძლება, მუდმივად შეიძლება 300, 500-მდე ავიდეს, 1000-მდე ავიდეს, ანუ არ გააჩნია ლიმიტი, რამდენი ადამიანიც იქნება, რამდენი ჯგუფიც იქნება დაინტერესებული, იმდენი მოვა ასამბლეაში, იმიტომ რომ ამას მოიაზრებს, ინკლუზიური უნდა იყოს და ყველას უნდა შეეძლოს იქ. გარდა იმისა, რომ მიდის მუშაობა ასამბლეის ესე ვთქვი, ამ სამუშაოს დაგვირგვინებაზე და ასამბლეის დაფუძნებაზე, უკვე სხვადასხვა მიმართულებებით აქტივობაც არის სახეზე, ანუ არ ველოდებით მაინც ასამბლეის დაფუძნებას და სხვადასხვა პატარ-პატარა პროექტებს უკვე იმდენი ადამიანი ვარ და იმდენი ჯგუფი შეიკრიბა აქ ამ სამუშაო სივრცეში, სადაც ვემზადებით ასამბლეის დასაფუძნებლად, რომ ფაქტობრივად პატარ-პატარა მოდელები ასამბლეაზე როგორ შეიძლება თანამშრომლობა უკვე იქმნება პრაქტიკაში და ეს ძალიან საინტერესო პროცესია. შესაბამისად უკვე ვხედავთ ამ ეფექტს. ანუ ძალიან ბევრჯერ აი უკვე ეს არის ასამბლეა გვითხოვს ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაცია გაგვიცვლია, დახმარება გაგვიწევია, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ცოდნა გაგვიცვლია ერთმანეთში. ეს უკვე რეალობაშიც ხდება. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო ხედავთ ამის საჭიროებას და აი რომ მაყურებელმაც რომ წარმოიდგინოს რატომ ხო თითქოს მარტივი სტრუქტურა და რეალურად მართლა მარტივია, არაფერი განსაკუთრებული ხიდებია ადამიანებს და ჯგუფებს შორის ხიდები, რომლითაც შეგვიძლია გავცვალოთ ინფორმაცია, მოვაგროვოთ ჩვენთვის თანამოაზრეები და კიდე რაც არის მნიშვნელოვანი, ასამბლეა რო შეიკრიბება, თქვათ არის 300 წარმომადგენელი, 300 მონაწილე პირი ასამბლეაში. ესენი ქმნიან მერე კომისიებს კონკრეტული საკითხის გარშემო. და თქვათ ეს არის კონსტიტუციაზე მუშაობის ჯგუფი, კომისია. ვისაც აინტერესებს, 30 კაციანი უნდა იყოს ესეთი დათქმა, ამ ჯგუფში კომისიაში უბრალოდ ერთიანდება. მერე კომისიაში მიდის მუშაობა, ოღონდ არ არის შეზღუდული რომ მხოლოდ ერთ მოდელზე იმუშაოს. თუ მე და თქვენ განსხვავებული აზრი გაგვაჩნია და დეცენტრალიზებული სისტემა და ამას ნიშნავს, ხო? ჩვენ შეგვიძლია ცალ-ცალკე ჯგუფები, სამუშაო ჯგუფები ჩამოვაყალიბოთ. ამ სამუშაო ჯგუფში არ არის აუცილებელი რომ ერთმა კომისიამ ერთ პრობლემაზე იმუშაოს. ერთი კომისია ერთი საკითხის გარშემო იქნება, მაგრამ სამუშაო ჯგუფება ჩაიშლება. ამ სამუშაო ჯგუფში შეგვიძლია სხვა არაწარმომადგენელი პირებიც მოვიწვიოთ, ანუ გარედან მესამე, ასე ვთქვათ, სპეციალისტი თუ დაგჭირდათ. კი ბატონო, დარგის ექსპერტი, სპეციალისტი და ასე შემდეგ. და იყოს ჩართული. ეს ჩვენი არჩევანია, ჩვენი ჯგუფის, სამუშაო ჯგუფის წესებს ჩვენ ვადგენთ. და ჩვენ თანხდებით, რომ აი საბოლოო მოდელს რო დავაი, მაგალითად კონსტიტუციის მოდელი. დავამუშავეთ კონსტიტუციის მოდელი. ამას რო გავაკეთებთ, ხმათა უმრავლესობით წყვეტთ თუ რა პრინციპით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შემდეგ ამ კომისიაში წარმოვიდგინოთ, რომ 2-ა, 3 ჯგუფად ჩაიშალა და სამივეს თავისი მიდგომა აქვს, ხო? ეს იმიტომაც არის ღია და დეცენტრალიზებული, ეს მისი ბუნება განაპირობებს იმას, რომ მისაკუთრებული ვერ იქნება ვერც ერთი აქტორის მიერ, ანუ არავის არ ეკუთვნის. ასამბლეა თავისი სახელითაც ვერ გააკეთებს, ხო, ესეთ კონკრეტულ საკითხებზე განცხადებას, იმიტომ რომ უამრავი ჯგუფი მონაწილეობს იქ და ამ ყველა ჯგუფს ერთად ვერავინ ვერ წარმოადგენს. ჯგუფი თვითონ წარმოადგენს თავის თავს და თავის სახელით გააკეთებს განცხადებას. ამიტომ აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოდელები გამოდის თვითონ ძირითადი ასამბლეის ყრილობაზე და უბრალოდ რეკომენდაციას აძლევს ასამბლეა. ჩვენ ხო დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს არ არის ალტერნატიული პარამეტრი, რომ რამე ერთი მოდელი დაამტკიცოს. ამიტომ აი ეს მახასიათებლები, ეს ბუნება ამ პლატფორმის მინდა მაყურებელმა კარგად გაიგოს, რომ არ გვაქვს ამისი, ანუ აქ ასამბლეის უზურპაციის შესაძლებლობა არ უნდა არსებობდეს. და შესაბამისად, აი ესეთი ტიპის იქნება მუშაობა, რო წარმოვიდგინოთ. ნანა, მოდი ისიც ვუთხრათ მაყურებელს, რომ
ნახეთ, ეხლა ჩვენ საუბრობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ შეიძლება ასე ადამიანმა იმუშაოს, ამ ჯგუფებმა იმუშაოს, თქვათ ამხელა იმ დრო, ენერგია, რაღაცა ინტელექტუალური ძალა დაიხარჯოს და შეიძლება მას არც არაფერი არ მოყვეს, ხო? აი როგორ არის შესაძლებელი მერე აი ამ იდეების გენერირება, ვთქვათ და ამისი ასახვა საკანონმდებლო სფეროში. აი აქ ამაზეც რომ ვთქვათ ორი სიტყვა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და უმეტესობას ეს გვაინტერესებს და ჩვენც თავისთავად მაგაზე ვიფიქრეთ და ყველა ამ კითხვას სვამს, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც წესი შედეგი, ხო? როდის დადგება და რა შედეგი დადგება. და პასუხი არის, რომ ჩვენ არ ვიცით რა შედეგი დადგება და როდის დადგება, იმიტომ რომ ისევ და ისევ ეს არ არის მაგალითად პარლამენტი, სადაც გაწერილია რეგლამენტიც და რაღაცა. მაგრამ ეს შედეგი დადგება, როცა ახალი ხელისუფლება გვეყოლება. უყურეთ როგორ არის, ჩვენ რას ვაკეთებთ ამით, ხო? საზოგადოებრივი ზეწოლის მექანიზმია და ეს ეფექტი ექნება თუ არა და იმუშავებს, თორე აბსოლუტურად დამოკიდებული იმაზე, რამდენი მონაწილე იქნება. ანუ წონას ქმნის საზოგადოების ინტერეს ჯგუფების მონაწილეობა, რაც მეტი იქნება, მით მეტი სოციალური კაპიტალი დაგროვდება და მით მეტი ძალა ექნება ამ ხმას, ანუ მით მაღალი იქნება მისი ხმა და შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ ახლა ჩვენ ხო გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები, ხო? ახალი არჩევნებიც უნდა დაინიშნოს და როგორ უნდა დავნიშნოთ? ჩვენ ამისი არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნია. ხო, რომ თქვათ, რომ ასამბლეაზე მოდი ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტოთ და ახალი არჩევნები დაინიშნოს. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. ჩვენ უბრალოდ ვერთიანდებით იმისთვის, რომ ერთობლივად მოვითხოვოთ, თქვათ, ერთობლივი განცხადება გავაკეთოთ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ამან უნდა იქონდეს. აი, მაგალითი, პატარ-პატარა ნაკადულები, რომელიც სხვადასხვა მხარეს მიდიან და მიწაში იკარგებიან, ის მათი ენერგია არის დაკარგული, ხო? ქრება. ისევე შეიძლება ვიყოთ ჩვენ ცალ-ცალკე აღებული, ან ჯგუფებად, ან ადამიანი როგორც ცალკე ადამიანები, მაგრამ თუ ამ ნაკადულებს გავაერთიანებთ და ერთ მილში გავუშვებთ, ამის ძალა, თქვენც იცით, ხო? ეს უკვე დიდი მდინარის ძალა, რომელიც ცოტა ვიწრო იმაში მიდის სივრცეში, ყველას მოეხსენება. ამიტომ ამას ვცდილობთ ახლა, ეს ენერგიები, რაც არსებობს და ეს ჯგუფები და ეს ადამიანები გავაერთიანოთ მათი ენერგია და მივმართოთ ერთი მიმართულებით. უკეთესი საქართველოს, უკეთესი ქვეყნის მოწყობისკენ. და როგორ წარმოგიდგენია, აი ვთქვათ, არის თუ არა შესაძლებელი ქართული ოცნების პირობებში ამის განხორციელება? იცით რა არის, ჩვენ ნებისმიერ პირობებში უნდა ავიმაღლოთ ხმა. და სწორედ ქართული ოცნების პირობებში განსაკუთრებით გჭირდება ხმის ამაღლება, რომ ხმას რო ვიმახლებთ ეს ერთია, განხორციელებადი რამდენად. განხორციელებადი, უყურეთ როგორ არის, ახალი არჩევნები თუ დაინიშნება, ეს ჩვენ არ ვიცით, ხო? ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ სხვადასხვა ფორმებით, პროტესტის სხვადასხვა ფორმებით ვცდილობთ მივახციოთ ამ შედეგს. ასამბლეა იქნება ამ პროტესტის გაძლიერება. და რა თქმა უნდა შანსები იზრდება, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერავინ ვერ იტყვის დადგება თუ არა. ეს არის ჩვენზე დამოკიდებული და ეს არის კიდე სხვა ბევრ ფაქტორზეც დამოკიდებული, ხო? მაგრამ ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ის უნდა გავაკეთოთ და ეს არის ამ ნაკადულების გაერთიანება. თუ მივახციეთ ახალ არჩევნებს, მაშინ უფრო დიდი გამოწვევები გვაქვს, ხო? იმიტომ რომ იხსნება ფანჯარა, ანუ ევროკავშირი რო ქვია, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. და ამისთვისაც ჩვენ საზოგადოება უნდა ვკარნახობდეთ წესებს. როგორ მოხდეს იმ 9 პუნქტის შესრულება, ან როგორ მოხდეს საერთოდ ქვეყნის მოწყობა, საკონსტიტუციო მოდელი, რომ აღარ გქონდეს შემდგომში ესეთი პრობლემები, მოხდეს ინსტიტუციების გაძლიერება, დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბება, რომლებიც შემდგომში მომავალში უკვე
დაგვიცავს ჩვენ. აი ჩვენ რო გქონდა ძალიან ბევრ ადამიანთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან გქონდა საუბარი და ყველა ფიქრობს, მე ყველა მიდის იდეას ძიებაში, რომ სადმე თუ ყოფილა ესეთი მოდელი, იშვიათია, აი ირლანდიაში გქონდათ ოღონდ პარლამენტის მიერ გაკეთებული ესეთი მოდელი საზოგადოებრივი ჯგუფების რაღაც გარკვეულ პალატასავით და მე ყველა მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ევროპულ ქვეყნებში, დასავლურ ქვეყნებში მაგალითად არ ჭირდებათ ესეთი აქტიურობა საზოგადოების, იმიტომ რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია და ისინი იცავენ ადამიანის უფლებებს და სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენთან დღეს გვიწევს, რომ საზოგადოება გააქტიურდეს და საზოგადოების გააქტიურებაზეა დამოკიდებული, როგორ დაინახავს ამას დასავლეთი, როგორ აღგვიქვავს ჩვენ ანუ ვართ ღირსი თუ არა, ჩვენ შეგვიძლია თუ არა დემოკრატიული პროცესები თვითონვე გავაკეთოთ საზოგადოებამ, როგორც აქტორმა და შევდგებით თუ არა პოლიტიკურ ნაციად ბოლოს და ბოლოს, რომელიც იმსახურებს აი ამ მთელ ფუფუნებას, რასაც დემოკრატია და აბსოლუტურად არ გჭირდება გარედან კარტნახები რაღაცებზე, როდესაც აი ასე თვითნებადად წარმოიშვება ხოლმე თვითონ შიგნით, როდესაც ხდება ინსტიტუცია. ეს იქნება ქართულ იდენტობაზე დაფუძნებული, ამითი დავიწყე, აი ამ პოლიფონიურ იდენტობაზე დაფუძნებული თვით გამორკვევა და გადაწყვეტილებების მიღება და შეთანხმება, თუ როგორი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. კარგი. ძალიან საინტერესო იყო, მე მგონი დაინტერესდება ჩვენი მაყურებელიც. მოდი ახლა გადავიდეთ მცირედ ინსტრუქციებზე. აი დავუშვათ დაინტერესდა ადამიანი, როგორ უნდა მოგძებნოს ეს საზოგადოებრივი ანსამბლეა, სად უნდა აღმოაჩინოს, მithmetes ჩვენ ვირტუალურ სივრცეში ვართ ხო და ძირითადად შეხვედრებიც კი ონლაინ იმართება ხოლმე. და ალბათ რაღაცა მიმდევრობა კარგი იქნება, ხო, რაღაც ინსტრუქციების სახით რომ მივცეთ მაყურებელს. ხო, პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? აი ადამიანს უნდა რომ ჩაერთოს ამ პროცესებში. პირველ რიგში უნდა მოვძებნოთ ვებგვერდი www.geoassamblea.org. ალბათ ამ პოდკასტის ინფოშიც დაერთვება ეს ბმული. საიტზე ჯერ კიდევ მუშაობის პროცესია, მე აღნიშნე, რომ მოხალისეობრია ჩვენი პროექტი. და ესე ხო არის საქართველოს საზოგადოებრივი ანსამბლეა საიტი ხო პირდაპირ? კი, ეს არის ეს საიტი პირდაპირ და ჩვენ მოხალისეობრივად ჩართული ადამიანები აკეთებენ ამას, მე არ ვარ ამის სპეციალისტი და სულ მუდმივად დახვეწის პროცესია საიტი. ამ საიტზე რო შევლენ იქ არის შესაძლებლობა სამი ვარიანტი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა. არის ინტერეს ჯგუფი, ინტერეს ჯგუფის საშუალებით. პირველ რიგში მემორანდუმი უნდა მოაწოდოს. პირველივე გვერდზე გამოტანილია მემორანდუმი და მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი, ხო? ან შესაძლებელია მემორანდუმზე დათანხმება არის უბრალოდ იდეის და ინიციატივის მოწონება. თუმცა თუ უკვე მონაწილეობის მიღება უნდა, შეუძლია გადავიდეს ჩამოშლის და შემოგვიერთდი არის ფანჯარა, სადაც რო გადავდივართ, არის ორი ვარიანტი. ერთი არის ინტერეს ჯგუფის საშუალებით შეერთება, იქ რო შედის ან რომელიმე ინტერეს ჯგუფს თვითონ უერთდება, ანუ იმას კაცში ერთიანდება, ან თავად იწყებს ინტერეს ჯგუფის მობილიზაციას. და ეს Google ფორმით არის წარმოდგენილი, იქ ავსებს და ჯერჯერობით ჩვენ, ანუ ტექნიკური ჯგუფი, ასე ვთქვათ, მერე აკოორდინირებს ადამიანებს, ვინც კონკრეტულად ეს საკითხი შეავს, ან ინტერეს ჯგუფის შეერთება უნდა, ან დაიწყო თვითონ ინიცირება გაუკეთა და მერე სხვა ადამიანები უერთდებენ, ამებს ვაკავშირებთ. მეორე ვარიანტი შეუძლია თემის გარშემო გაერთიანდეს, ამ ეტაპზე თემაში სამუშაოდ ჩაერთოს, თუ არა. აი მაგალითად მე გაერთიანებული ვარ ფილოსოფოსების ჯგუფში. ეს არის ინტერეს ჯგუფის შესვლა. ეს არის ინტერეს ჯგუფის შესვლა, რომელსაც თავისი წარმომადგენელი ეყოლება ასამბლეაში. მაგრამ თუ არ არის მზად ამისთვის, რომ ეს დააორგანიზოს, ან არ აქვს სურვილი, რომ რომელიმე ინტერეს ჯგუფი შეუერთდეს, შეუძლია ამ ეტაპზე საკითხი მონიშნოს, მეორე ფანჯარაა თემატური ჯგუფში შემოუერთდეს და უბრალოდ ამ თანამოაზრეები იპოვოს. მაგალითად ეხა ესეთი
ცოცხალი ასე ვთქვათ მაგალითი იყო ბოლო შეკრებაზე დამკვირვებლების საკითხი ხო არჩევნები თუ დაინიშნა არჩევნები ისიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორ შევხვდებით და რამდენად მომზადებული ვიქნებით ხო და რამდენიმე ადამიანი ვისაც აინტერესებს ეს ვინც გამოცდილება მიიღო იყო სადამკვირვებლო ჯგუფებში ქონდათ სურვილი რომ ესენი გააერთიანონ და კიდე უფრო მეტად გააძლიერონ და გააფართოვონ დამკვირვებლების ჯგუფი იმ მომენტისთვის როცა ჩატარდება არჩევნები და ერთმანეთთან დაკავშირდნენ, ანუ ბუნებრივად ასამბლეის მოდელი, მცირე მოდელი უკვე ჩვენ თვალწინ განსხეულდა. და შესაბამისად, აი იქ თემასთან დაკავშირებით 5 ამოცანად არის ჩაშლილი და ამ ამოცანებში არის კიდე საკითხები და რომელი საკითხითაც იქნებით დაინტერესებული მონიშნავს. ანუ ორი ვარიანტი, ერთი რომ ინტერეს ჯგუფებს ვაორგანიზებთ, ან ჩვენ ვუერთდებით რომელიღაც ინტერეს ჯგუფს, ანუ 100 კაციან ინტერეს ჯგუფს და მეორე უბრალოდ თემატიკაში ვერთვებით, გვაინტერესებს და ასე ვიწყებთ ურთიერთობას, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა მერე ისევ იმ ინტერეს ჯგუფის ფორმირებაში გადაიზარდოს საბოლოოდ. ძალიან დიდი მადლობა. რამე ხო არ არის ისეთი, რომ თქვათ გინდოდა კითხვა და მე არ დამისვავს კითხვა მათ მიმართულებით, რამე ხო არ დარჩა ისეთი, რომლის თქვა ეხლა დღეს საუცილებელია შენი აზრით. ფიქრობ საკმაოდ კარგად მიმოვიხილეთ თემა, თუმცა რაც მნიშვნელოვანია წეგან უკვე ვახსენე, მაგრამ აუცილებლად კიდე ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, პროტესტის ერთ-ერთი ნაწილი. ეს არ არის რაიმეს ჩამნაცვლებელი, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენი ცოცხალი სამუშაო როგორ დაიწყო რუსთაველზე. ანუ პირდაპირ რუსთაველზე საუბრობდით, იქ ვაწყობდით შეხვედრებს და ესეც არის, ხო, ჩვენ გავართ და უბრალოდ კი არ გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ კი არ ვიდგეთ როგორც ფიზიკური ძალა. ჩვენი გონებრივი ძალაც ერთმანეთს გავაერთიანოთ და დაუკავშიროთ და აი აქედან დაიწყო. ანუ პროტესტიდან გამომდინარეა ეს, პროტესტს აძლიერებს და ისევ პროტესტში ბრუნდება იდეა რომელმაც უნდა მიგვიყვანოს სასურველი შედეგებანი. ერთი კითხვა გამიჩნდა ცოტა ეშმაკური. ხო არ ყოფილა მცდელობა იმისა, რომ ქართული ოცნების მომხრეები შემოერთებოდა ასამბლეას? არა, ამ ეტაპზე ესეთი რამე შესაძლებელია, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს, იმიტომ რომ ინკლუზიურია, გამაერთიანებელია ეს პლატფორმა, რომ პირიქით დაახლოს ადამიანები ერთმანეთს და არ დააცალკევოს, რაც ასე ძალიან უჭირდება დღეს საზოგადოებაში და ფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თუ კი თვითონაც მოინდომებენ და ერთობლივად შეიძლება მუშაობა, ხო? თუ კი მემორანდუმს შეუერთდება ნებისმიერ პირს, ანუ აქ შესასვლელი კარიბჭე არის მემორანდუმი. თუ მემორანდუმის პუნქტებს ვეთანხმებით, ჩვენ უკვე სივრცეში შევდივართ, ასამბლეის სივრცეში შევდივართ და შეგვიძლია ვიმუშაოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხზე. ინტერესო იყო. ეს იდეა, ესე შეუძლია ქართული ოცნების მომხრეებსაც შემოგვიერთდნენ, თუ უნდათ რომ სახელმწიფოს მშენებლობაში თვითონ მიიღონ მონაწილეობა და რა ვიღაცის საშუალებით, ხო, თუნდაც ხელისუფლება იყოს ეს ვიღაცა. ჩვენი პოდკასტის ფინალური ნაწილი არის რაღაცა ეს ხო ის არის ლალისთან ყავაზე პოდკასტი, ხო? რაღაცა ორი სიტყვა უნდა გვითხრათ ყავაზე. ძალიან გამიხარდა რომ ბათუმური ყავა შეგვიკვეთე. ბათუმში რომ ჩამოვდივარ, აუცილებლად ბათუმურ ყავას ვსვამ. ისე თბილისში არა. თბილისში აუცილებლად აპარატის და მაგრამ ბათუმის ჩემთვის ეს განსაკუთრებულია ადგილობრივი რაღაც არომატის და გემოს შეგრძნება. წყალი გვაქვს ყავის შესაბამისი. ხო. და ყავას რაც შეეხება, მე იმდენად მიყვარს ყავა, რომ მეგობრებში ხუმრობ ხოლმე. ყველა დილით რო ვიღვიძებ, ჯერ ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ყავა გააჩინა. ამიტომ დიდი მადლობა ყავისთვის, უგემრიელესი ყავისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ეგ პერიოდი მეც მქონდა, რომ ხანდახან მეკონა, რომ იმიტომ ვიღვიძებდი, რომ ყავა უნდა დამელია და მე მივხვდი, რომ ძალიან დაქვემდებარებული ვიყავი და რაღაცა მოუხერხე ჩემ თავს. ძალიან დიდი მადლობა ნანა, მგონია რომ ადამიანები დავაინტერესეთ, რაღაცა ტიპის ინსპირაციები მივეცით, რომ მოუნდეთ რომ პოლიტიკაში ჩაერთონ, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს
იმისი ფუფუნება, რომ პოლიტიკაში ჩართულები არ ვიყოთ. არათუ ფუფუნება ეს ცხოვრების ნაწილი არის, ახლა არ მგონია სწორი, რომ ადამიანი სამყაროში ცხოვრობდეს, სახელმწიფოში ცხოვრობს. სახელმწიფოში რო ცხოვრობ, კანონებს რო ემორჩილები, გადასახადებს რო იხდი, უკვე პოლიტიკაში ხარ, ხო? ამიტომ აპოლიტიკურობა უბრალოდ შეუთავსებელია მოქალაქეობასთან. მოქალაქე ხარ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ხარ ჩართული და მინდა რომ კიდევ უფრო აქტიური მოქალაქეები ვიყოთ, თითოეული ადამიანის, ერთი კონკრეტული ადამიანის მნიშვნელობა ვიწამოთ და გავიაზროთ, იმიტომ რომ სოციუმი არის აი ამ ერთეული ადამიანების ერთობლიობა, ხო? აი ეს თითოეული ცალკეული ადამიანი რო არ იყოს, ვერც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოც შევდგებით, ხო? და მე ყველაზე მეტად ეს მომწონს, რომ ხანდახან ხვდები ამისი მოწმე. ხანდახან რა ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები საკუთარ მნიშვნელოვნობას აცნობიერებენ და გონია, რომ ეს პლატფორმა არის ზუსტად ამის რეალიზების ადგილი, რომ შენ საკუთარ ადგილს იპოვე და საკუთარ მნიშვნელოვნობას გააცნობიერებ და ბოლოს და ბოლოს რაღაცა გექნება შვილიშვილებისთვის მოსაყოლი, რომ რაღაც გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის ძალიან გადამწყვეტ მომენტში. დიდი მადლობა. ამ ნოტაზე დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემის საქართველოში საზოგადოებრივი ანსამბლეის დაფუძნების შესახებ და პარემ ფინალში იმასაც ვიტყვით, რომ ანსამბლეის ყრილობა გაიმართება თებერვლის დასაწყისში და ალბათ უფრო ცხადი გახდება აი ყრილობაზეც ალბათ უფრო აი მანიფესტაციას გავაკეთებთ უფრო დახვეწილად და უფრო გარკვევით და სურვილი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდეს მანამდეც და მას შემდეგაც. გემშვიდობებით.